პეკინის მეტრო. საქართველოში მეტროს ვაგონებს ჩინური წარმოების ვაგონებით ჩაანაცვლებენ. დაგეგმილია 111 ვაგონის შესყიდვა. ახლა კი ვნახოთ, როგორი უსაფრთხო, კომფორტული და დაცულია ჩინეთში მეტროს ვაგონები. და ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ კარგი იქნებოდა ეს სისტემა საქართველოშიც დაგვენერგა. მაშასე, წავედით. სანამატარებელი მოვა დამცავ ჯებირებს. გაჩვენებთ, ეს არის მეტალის დამცავი ჯებირები, შუშით დაფარული და როცა მატარებელი მოვა, გაიხსნება ეს სივრცე და შემდეგ მატარებლის კარი. საკმაოდ უსაფრთხოა და საკმაოდ კარგია. რომ ადამიანები დაცულები იყვნენ და უსაფრთხოდ იყვნენ. ჩემს ქვეყანაში კარგი იქნება გადმოგვეღო უსაფრთხოების ეს სისტემა, რადგანაც ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანები ხტებიან მეტროს ლიანდაგში და ეს არის საკმაოდ უსაფრთხო და კომფორტული სისტემა, დახურული, სანამ მატარებელი არ მოვა, არ გაიხსნება. აი მატარებელიც გამოჩნდა და ეხლა ნახავთ, რომ მატარებელი როცა გაჩერდება, გაიღება ეს უსაფრთხოების შუშის კარი და შემდეგ გაიღება მატარებლის კარი. აი ესეთი მეტრო აქ უსაფრთხო. მატარებელი მოვიდა, უსაფრთხოება და დაცვა არის აქ ძალიან მაღალი. აი ნახეთ, არის ჯერ შუშის კარი, გაიღო შუშის კარი, შემდეგ გაიღო მატარებლის კარი. ღია სადგური არ არის, ანუ სადგური არის დახურული. ეს არის მწვანე ღილაკები, მწვანე, სადაც ანათებს რა მიმართულებით მინდის მატარებელი. და უნდა ვიცოდე კონკრეტულად ჩემი გაჩერება სადაც ჩამოვდივარ, კონკრეტული გაჩერება გაწითლდება და თუ იცი სად მიდიხარ, მარტივია მგზავრობა. The next station is Olympic Sports Center. Passengers from the National Aquatic Center, please get ready. ეკრანზე ჩანს, რომ არის ეს ფერები ნიშნავს, რომ არის რამდენიმე ფერის ხაზი, ლურჯი ხაზი, ვარდისფერი ხაზი, ყვითელი, წითელი, მუქი, ყავისფერი. ეს ნიშნავს გადაჯდომის ხაზებს, რომელ ხაზზე უნდა გადაჯდე. ეს კი არის მთლიანად ამ ხაზის რუკა, რომელი ხაზითაც ეხა მე ვმგზავრობ. როცა მეტროს სადგურზე გაჩერდება, ჯერ გაიღება შიდა კარი, ხოლო შემდეგ მეორე დამცავი უსაფრთხოების კარი სადგურზე გასასვლელი. აი გაიღო როგორც შიდა, ასევე გარეკარი. დაიხურა ორივე ერთად. ესეც ჩემი გაჩერება და ჩავდივარ. ეხლა უნდა გადავჯდე მეორე ხაზზე.